ორი, ერთი. ახლა კი მე მინდა ჩვენი მეორე სტუმარი წარმოგიდგინოთ. ეს გახავთ ხელოვნების ცენტრის მომავლის დამფუძნებელი, სტუდია ზღაპრის ქალაქის ხელმძღვანელი ქალბატონი მარიკა მირველაშვილი. ქალბატონო მარიკა, მოდით ჯერ სტუდიისა და ხელოვნების ცენტრზე მოგვიყევით. როდის შეიქმნა, რა ხდება იქ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ შენაერი პატარა და ლამაზი გოგოები ასეთ საინტერესო გადაცემებს აკეთებენ და თანატოლების წარმატებებს ასე საინტერესოდ აშუქებთ. ხელოვნების ცენტრი დაახლოებით 1 წელია, რაც შევქმნით, მაგრამ მანამდე არსებობდა ვოკალური სტუდია და შემოვიფარგლებოდით საესტრადო სიმღერით და პლასტიკით. აი დღეს უკვე ჩვენთან არის კლასიკური ფორტეპიანო, გეგმაში გვაქვს ხალხური საკრავების ჯგუფის გახსნაც და აი ამიტომ დავარქვით ხელოვნების ცენტრი, რადგან ბევრი პროფილი გვინდა რომ იყოს და მომავალი დავარქვით იმიტომ რომ მომავალ თაობაც ვზრდით და იმედი მაქვს გავამართლებთ იმედებს. სულ მალე მაყურებელი სიმღერის იმედის სანთლების პრემიერას იხილავს. სიმღერაზე კლიპიც გადაღებულია. მოვუყვეთ მაყურებელს ვის იხილავს კლიპში. კაჩები.